სიმღერის სახალხო ანსამბლი გურჯაანი სულ მალე ახალი პროგრამით წარსდგება მაყურებლის წინაშე. სამხატვრო ხელმძღვანელის ილია დათუაშვილის განმარტებით ანსამბლში ბევრი ახალი სახეა, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის რეპერტუარს. უახლოეს მომავალში დაგეგმილი არის აუდიო ალბომის ჩაწერა, ასევე სოლო კონცერტების გამართვა გურჯაანის კულტურის ცენტრში, სამუსიკო გაერთიანებასა და სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც ანსამბლის განახლებული პროგრამის პრეზენტაციაც იქნება. კონცერტები გვაქვს დაგეგმილი, აპრილის ბოლოს, ალბათ აპრილის ბოლოს სოლო კონცერტი ანსამბლ გურჯაანის კულტურის ცენტრში გაიმართება. ასევე დაგეგმილი გვაქვს მუსიკალურ სკოლაში, სხვადასხვა პროგრამით წარსდგება ანსამბლი. ასევე გვაქვს ამ წელიწადში დაგეგმილი აუდიო ალბომის ჩაწერა და ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი, რაც არის ცოტა ისეთი თამამი გადაწყვეტილება და ისეთი სიტყვა იქნება ანსამბლის ახალი შემადგენლობით კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩვენი სოლო კონცერტი, იმიტომ რომ სოლო კონცერტი 2014 წლის მერე ანსამბლს არ ქონია, რამოდენიმე ალბომი ჩაიწერა, მაგრამ ახლა ალბომის პრეზენტაციით და ისეთი კარგი პროგრამით წარსდგებით მსმენელსა და მაყურებლის წინაშე. არ მინდა ისე გამოვიდეს, მაგრამ მართლა ძალიან მადლიერი ვართ. ჩვენ არ არსებობს არ გამოხატოს მადლიერება ჩვენ დეპუტატის ბატონ დავით სონღულაშვილის მიმართ, ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ჩვენი ხელმძღვანელობის, ვინც ჩვენს ანსამბლს ხელს უწყობს და ასევე ძალიან საინტერესო ცვლილებები მოხდა, ვფიქრობ ჩვენთან აქ ადგილობრივ კულტურის ცენტრში, იმიტომ რომ ახალი დირექტორი ყავს, ახალად ითვლება ბატონი ბექა სონღულაშვილი, ჩვენი კარგი ადამიანი, უდიდესი პროფესიონალი, რომელმაც ახალი სუნთქვა, ახალი სიცოცხლე შემართა ამ კულტურის ცენტრს, მისი ინიციატივით ბევრი კარგი პროექტი ხორციელდება ჩვენთან ერთად და ვფიქრობ, რომ გურჯაანი ჩვენი სფერო, ჩვენი მიმართულება კიდევ მრავალ კარგ სიტყვას და მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებს, რა თქმა უნდა თქვენთან ერთად, თქვენ მნიშვნელოვანი ფაქტორი ხართ, ჩვენი მეგობრები, ეს რო არ გაჟღერდეს ჩვენი გაკეთებული საქმეები, მხარდამჭერიც ნაკლები იქნება და იმ საქმეებსაც არ ექნება, არ ეყოლება მსმენელი და მაყურებელი. ასე დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენს ანსამბლს და საერთოდ ამ ჩვენ სფეროს მხარში უდგას.